ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. გადაცემა ეკონომიქსის გენერალური სპონსორია Heidelberg Cement. შენობის სიმყარეს ცემენტის ხარისხიც განაპირობებს. თუ მშენებლობას იწყებთ, Heidelberg Cement, უკეთესი მშენებლობისთვის. გადაცემის სპონსორია ლუდსახარში ზედაზენი. ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი და გერმანული ლუდსახარში ბიტბურგერი წარმოგიდგენთ. პრემიუმ ლუდს, კიონიკ პილსნერი. გუნიშ პილსნერ. დაგვირგვინე წარმატებული დღე. ბიზნესსა და ეკონომიკის სიახლეებით ეთერში ეკონომიქსი კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. ცოტა ხნის წინ მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ განცხადება გაკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. მინისტრის მოადგილე დიმიტრი ხუმციშვილი უპასუხებს ახლა ჩვენ შეკითხვებს. ბატონო დიმიტრი, გამარჯობათ. გამარჯობათ. მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ეს თქვენი ახალი ინიციატივა უკავშირდება IT ტექნოლოგიებს. თუ შეგიძლიათ ჩვენი მსმენელებისთვის უფრო დეტალურად განმარტოთ რასთან გვაქვს საქმე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორთან ერთად დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყებს საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებას. აგრეთვე შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ანუ რას ნიშნავს ბატონო დიმიტრი ეს ანუ რა კუთხით წარიმართება მუშაობა ამას რატომ გეკითხებთ იცი გუშინ პრემიერ-მინისტრმა ასეკოს ჯგუფთან გამართა შეხვედრა იქ სამომავლო გეგმებზე იყოს საუბარი მე აქვე მსმენელებს შევახსენებთ რომ ასეკო ერთ-ერთი ცნობილი კომპანია ევროპაში IT ტექნოლოგიების კუთხით აი ამ ყველაფერს ხო არ უკავშირდება და აი ეს კომპანიის შემოსვლას ხო არ უკავშირდება თქვენი ახალი ინიციატივა ჩვენ მივესალმებით კომპანია ასეკოს შემოსვლას რა თქმა უნდა საქართველოში, თუმცა ეს მუშაობა უკვე დაწყებული იყო და რა თქმა უნდა ამ ფაქტმაც დააჩქარა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება. ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით უკვე არაერთმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ინვესტირება საინფორმაციო ტექნოლოგიებში დადებითად აისახება ყველა განხრაზე, ვაჭრობაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ქვეყნის კლიანში და პროდუქტის ზრდაზე. ეს არის ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება დღეს ქვეყანაში და გვაქვს უდიდესი პოტენციალი. ვინაიდან გვაქვს ძალიან კარგი მათემატიკური სკოლა, გვაქვს ძალიან კარგი პროგრამისტები, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავზარდოთ უფრო კარგი ანალიტიკოსები და IT მენეჯერები, რომლებიც არიან ძალიან მაღალანაზღაურებადი. ჩვენ რომ შევხედოთ უკრაინის მაგალითი არის ესეთი, რომ 7 წელიწადში მათ შეძლეს 40,000 სამუშაო ადგილის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნა, ხოლო მათ სავაჭრო ბალანსში გაჩნდა ახალი მუხლი, რომელსაც ქვია ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირებიდან შემოსული თანხები და ეს თანხები იქ შეადგენს დღეს $1 მილიარდ. ანუ შეიძლება თქვას რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ჩვენ დღეს ვცდილობთ შევქმნათ, დავიწყოთ ქვეყანაში ახალი ეკონომიკის დარგის მიმართულების შექმნა და ამას მაქსიმალურად პრიორიტეტი. IT ტექნოლოგიების განვითარება ქვეყანაში იქნება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. და კიდევ ერთი შეკითხვა ამ თემას არ ეხება, მაგრამ ვისარგებლებ შემთხვევით საერთაშორისო მისია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეფორმირების რეკომენდაციას გასცემს და ამბობს, რომ საქმის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, თუმცა ის რომელიმე სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა ფუნქციონირებდეს. ხომ არ განიხილება ძველ მოდელში დაბრუნება, ანუ გულისხმობ იმას, რომ სტატი ადრე იყო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში. თუ მუშაობს მთავრობა ამ საკითხზე? არ ვიცი, მე არ დავსწრები ვარ ასეთ განხილვას, ამიტომ ვერ მოგახსენებთ ამის შესახებ. თუმცა ვთვლი, რომ საქსტატის დამოუკიდებლობა მართლაც სწორი გადაწყვეტილებაა და ის რომ დღეს საქსტატი არის დამოუკიდებელი სუბიექტი, ეს მიმაჩნია აბსოლუტურად მართებულად. გასაგებია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ხუმციშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, მასშტაბზე მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ გაჟღერდა რადიო იმედის ეთერში, რაც იმას ნიშნავს, რომ IT ტექნოლოგიები შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხდება. ამ დროისთვის სულ ეს იყო ბიზნესსა და ეკონომიკის სიახლეებით. ეკონომიქსი პირდაპირ ეთერს 16 საათზე და 15 წუთზე დაუბრუნდება, თუმცა აქვე გეტყვით, რომ დღეს არის ხუთშაბათი, 13 საათს და 10 წუთზე თქვენ წინ გელოდებათ გადაცემა. ჩვენ დღეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა გვაქვს. 1 ივლისის
ივნისიდან, როგორც ცნობილია, საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპი იწყება და ამ დაზღვევასთან დაკავშირებით ყველა კითხვა, რომელიც ჩდება ამ პროექტთან მიმართებაში, ჩვენი სტუმარი იქნება ლაშა ნიკოლაძე, რომელიც უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. დაგველოდეთ. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.